მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება შეფასებების თემაში და ქართლში ოპოზიცია ტრადიციულად პრეზიდენტს აკრიტიკებს, მმართველი პარტია კი მის თითოეულ განცხადებას იზიარებს. მსოფლიოს მასშტაბით არავის სერიოზულად არ აღიქვამს ამ მოძალადე ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების არანაირ განცხადებებს. მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმ მცირე ჯგუფის, რომელიც შეერჩათ მხარდამჭერებად, მათი მოტყუების ინტერესს და ამ შემთხვევაშიც ისინი ყველა მომდევნო დღეს ცდილობენ, რომ დარჩენილი ელექტორატი, თუ კი ვინმე მათ ხარს კიდევ უჭერს, არ დაკარგონ და მსგავსი გამოსვლებით ატყუონ მოქალაქეები კიდევ უფრო დიდხანს. ყაველაშვილმა თქვა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელა ბალანსის დაცვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და ჰუმანურ აქტზე, რაშიც სრულიად ვეთანხმები. მეორე რაც თქვა ის, რომ ევროპული ისტაბლიშმენტის მოქმედებები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში, უმრავლესობაში იწვევს უარყოფით ემოციებს და სამწუხაროდ თვითონ ევროპა მე ვიძახი მათ ხელმძღვანელებს, ასე იგი ევროპარლამენტს და ასე შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში ნეგატიურ განცდებს აჩენს ევროპის მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა და ტოტალური ტყუილით ცდილობენ საქართველოს დასაჯონ იმისთვის, რომ არ ჩადგა იმათ რიგებში, რომელიც რუსეთთან ომს შეეწირებოდა. დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია, რომელშიც მრავლად არიან კრიმინალური ელემენტები, ცდილობს სახელმწიფოში გამოიწვიონ არეულობა და ძალისმიერი გზით შეცვალონ ხელისუფლება დასავლური, მთლიანად დასავლური არა, გარკვეული ჯგუფების დაფინანსებით, რომელიც ამერიკელები ეძახიან deep states. საქართველოს მოგეხსენება თუ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოში ირჩევს ქართველი ხალხი მთავრობას, მთავრობა არის ქართველი ხალხის არჩეული, აქედან გამომდინარე, მშვიდობაზე უნდა იყოს ორიენტირებული მთავრობაც, პრეზიდენტიც და პრემიერიც. მოგეხსენებათ მთელი რიგი პრობლემები, რა პრობლემებიც ვითარდება დღეს ჩვენ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, როგორ არის დაგეგმილი მაედანი, ეგრეთ წოდებული მაედინის პროექტი, თუმცა გარედან დაფინანსებული შიდა აგენტებს ჩაუვარდათ ეს და ეს პროექტი აღარ განხორციელდება საქართველოში. და ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ გაერთიანებული ჩვენი სამშობლოს წინსვლაზე და კეთილ დღეობაზე.